მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ ნოდარ ზენაიშვილის გაკითხვა, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ვინაიდან მათ კონკრეტულად უკვე ისაუბრეს იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან მიმართებითაც სამართალდამცველის უქმის ფარგლებთან მიმართებით გამოხატეს საკუთარი პოზიცია, მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და არ უნდა მოხდეს მათი დაკითხვა სასამართლო სხდომაზე. საქმის არსებით განხილვაზე დაცვის მხარე წარმოქმნილი იქნებით, მხოლოდ იმ მტკიცებულებებით მოგეხსენებათ, რაც განვიწოვა სასამართლო და ბათუმის სასამართლო მუშაობს იმისთვის დაწყებული წინა სასამართლოს ხდომიდან ამ სასამართლოს ჩათვლით, რომ მაქსიმალურად დაცვას გამოაცალოს მტკიცებულებები, საპროცესო საშუალებები, რაზეც დავაყრდნობ ჩვენ დაცვის სტრატეგიას და რაზე დაყრდნობითაც პროცესზე დავესაბუთებთ, რომ ზია ამაღლობელის ბრალდება ეს არის მანიპულირებული ბრალდება და არაფერი საერთო არ აქვს ამას სამართალთან. მიუხედავად ამისა, რომ სასამართლო მაქსიმალურად იმუშავა, მიიღო პრეცედენტო გადაწყვეტილებები, მაქსიმალურად ამოეყარა დასუწყარი მტკიცებულებები და პრაქტიკულად მტკიცებულებების გარეშე დარჩა დატოვა დაცვა, ჩვენ მიუხედავად ამისა, მაინც ამ სასამართლოზე მოვახდენთ იმის ილუსტრირებას, რომ ბრალდება არის აბსოლუტურად მანიპულირებული ამ საქმეში.